მკვეთრი ფერები და თავისუფალი კონსტრუქციები, მძივებით და თვლებით გაფორმებული სამოსი. 2016 წელი მოდის მოყვარულებს ბევრ სიახლეს პირდება. დიზაინერები წითელ ფერს წელს ყველაზე დიდ უპირატესობას ანიჭებენ. მთავარი ტენდენცია კლასიკურისა და თანამედროვე მოდელების ერთობლიობაა. როგორი სამოსი იქნება მოდაში 2016 წელს და რა რჩევებს გვაძლევენ ქართველი დიზაინერები. დეტალებს ჩვენ სიუჟეტში ნახავთ. წელი ძალიან მრავალფეროვანია, ასე ვთქვათ, სამოსის მხრივ და ტენდენციების მხრივ. ძალიან აქტუალურია ესეთი ხორცის ფერი. ქსოვილების სინთეზი და კონტრასტული ფერთა გამა. მოდის მოყვარულებისთვის 2016 წელი მკვეთრი ტონალობებით იქნება გამორჩეული. ქართველი დიზაინერების ნაწილი, ისევე როგორც მსოფლიოში აღიარებული მოდის სახლები, სიახლეებს გვპირდებიან სილუეტებშიც. ვიწრო შარვლები ფართო კონსტრუქციით იცვლება. ეს შარვალი არის ძალიან აქტუალური უკვე შემდეგ სეზონზეც გადავა რა გაზაფხულის კოლექციაზე, იმიტომ რომ არის ძალიან მაღალი წელი, თავისუფალი სწორი ისეთი რაღაც სხვანაირი სილუეტი. ასევე გვაქვს გამოყენებული ქვედაბოლოები, ასევე ძალიან მაღალი წელით და ტრაპეცია ფორმით, რომელიც სიახლეა წელს ჩვენთვის. 2016 წელი, როგორც ვიცით, არის მაიმუნის წელი. აქედან გამომდინარე, წითელი ფერი ძალიან აქტუალური იქნება. მაქსიმალური სიმკვეთრე და წითელი ფერის გრადაციები. ეს ახალი კოლექციებისთვის დაუწერელი კანონია. ის რომ 2016 წითელი ფერის წელია, ამაზე ყველა დიზაინერი თანხმდება. აკა ნანიტაშვილმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი შტრიხებით, მძივებითა და თვლებით მთელი კოლექცია გააფორმა. დაბალი ძირი, თვლებით მოხარგული, ესეც ტიპის ფეხსაცმელები იქნება, რა თქმა უნდა, ქუსლი კლასიკური არასოდეს არ გადადის მოდიდან, ყოველთვის არის, უხდება ქალს და ყოველთვის ურჩევ რომ ქუსლზე იყოს. კლასიკურის და თანამედროვე შტრიხების ერთობლიობა ფერების კონტრასტთან ერთად 2016 წლის ქალბატონს გამორჩეულს გახდის. მკაცრი პიჯაკის ქალურ ქვედაბოლოსთან გაერთიანება და მკვეთრი ელემენტებით გაფორმება კი ერთ მოდურ კოსტიუმად გარდაიქმნება. ჩემი მოდელი არის ესეთი ვთქვათ, ცოტა მამაკაცური, საყელოთი პიჯაკის სავით, ოღონდ კაბათ, ხო? რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს შუა წვივზე, ვთქვათ, ბატინკებზე და ჩაჩაჩულ, ვთქვათ, ცოტა ჭკვიალა ნასკებზე. უფორმოდ გამოჭრილი თარგების პარალელურად მოდის სამყაროში კლასიკური კონსტრუქციებიც ბრუნდება. იმისთვის, რომ ქალის ფორმები მაქსიმალურად გამოჩნდეს, ზოგიერთი დიზაინერი გამოკვეთილ სილუეტზე აკეთებს არჩევანს. 2016 წელს არის უფრო მკვეთრი ფერები მოდაში. წინ წელთან შედარებით წელს იქნება უფრო ტანთან ახლოს, უფრო გამოყვანილი ფორმები. ერთი ტონალობის სამოსი მეტი ეფექტურობისთვის კი თვლებით გაფორმებული, დაგრძელებული ქვედაბოლოები და შარვლის შეცვლილი კონსტრუქცია. ეს ის ძირითადი აქცენტებია, რაც 2016 წელს მოდის მოყვარულმა ქალბატონებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.